ამ სახლებს კი სიჰეუანები ჰქვია. აქ სახლები ისეა დაგეგმარებული, რომ რამდენიმე ოჯახს ერთი სივრცე ჰქონოდა და მეზობლებს ერთმანეთთან კონტაქტი გაადვილებოდათ. ამან ჩვენი იტალიური ეზოები გამახსენა. ესეც ერთი ჩვეულებრივი უბნის მაღაზია. მოდი შევიდეთ და დავათვალიეროთ. ყველაფერს ჩინურად აწერია. ამ სასმელის დაგემოვნებას ვაპირებდი. უცხოელი ბლოგერების ვიდეოებში ხშირად ხვდებოდა ხოლმე და რეკომენდაციას უწევდნენ. მოდი ვნახოთ რა არის ამნაირი. ეს განყოფილება ძალიან მიყვარს. აი ასეთ ვაფეხების ლეის დავაწყდი და ამასაც დავაგემოვნებ. კიდევ უამრავი ტკბილეულია. სამწუხაროდ არც ერთი არ ვიცი როგორია და ეტაპობრივად ალბათ ყველაფერს გავსინჯავ. ძალიან ლამაზად კი გამოიყურებიან, თუმცა ტკბილეულის მოყვარული დიდად არ ვარ. ამორს დავაგემოვნებ ამჯერად. იმედია რაღაც საშინელება არ იქნება. ცუდი არა, მაგრამ ვერ ხვდები მომწონს თუ არა. ცოტა თევზის გემო კი იგრძნობა, თუმცა არც ისე მძაფრად რომ ხვდებოდე რა არის. ალბათ 10-დან 8 ქულას დაუწერდი. რაც შეეხება ამ დათუნია სასმელს, საკმაოდ გემრიელია, მაგრამ განსაკუთრებულიც არაფერი. იგივე ფანდაა. ხო, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქალაქში სისუფთავეს საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა. აი ასე დადიან და სულ ასუფთავებენ გარემოს, რაც ძალიან მომეწონა. გზად მაღაზიაში წყლის საყიდლად შევედი და ნახეთ რა დამხვდა. ჩვენი ბავშვობის დროინდელი მამალოები რომ იყო ხოლმე ისა, აბა გახსოვთ? საკმაოდ ფერადი და ლამაზი ქუჩებია. როგორც იქნა მოვედი დანიშნულების ადგილას. ყველაფერი გადაკეტილია და ისე ამოწყობილი, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით შეგიძლია სიარული. ცალმხრივი მოძრაობაა მოკლედ. აი აქ კი გამშვები პუნქტი დამხვდა. საგულდაგულოდ შეამოწმეს ჩვენი ჩანთები და როგორც იქნა მოვაღწია დანიშნულების ადგილას. უკვე დამავიწყდა კიდეც სად მივდიოდი. და აი ისიც. ახლა ვიმყოფები პლანეტაზე ველაზე დიდ მოედანზე. ტიანანმენის მოედანი მსოფლიოში უდიდესი საჯარო მოედანია. მისი ფართობი 44 ჰექტარია და იგი პეკინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისტორიული ადგილია. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი სახელი ითარგმნება როგორც ზეციური მშვიდობის კარი. ასევე მინდა დავამატო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ფოტოკადრი აქ არის გადაღებული. აბა თუ იცით რომელი? კომენტარებში დამიწერეთ. აქვეა მაო ძედუნის მავზოლეუმი, რომლის წინ აი ასეთი ულამაზესი შადრევნების შოუ ეწყობა ხოლმე თურმე. საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო ესეც. მოედნის გარშემო ასევე განლაგებულია აკრძალული ქალაქი, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი და პარლამენტის შენობა. აქაურობა საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ძალიან ცხელა. ჭრდილის საერთოდ არ არის და აი ასე უწევს ხალხს ჭრდილში თავის შეფარება. დროა დავტოვო აქაურობა, სანამ სულ ჩამოვდნარ ვარ. კიდევ ერთი გემრიელი სანახაობა მაქვს დღის გეგმაში. ძალიან დაცულია აქაურობა. ყველგან გამოწმებენ და აი ასეთი ჯებირებია გაკეთებული. საფეხმავლო ცალმხრივი მოძრაობაა მოკლედ. ამჯერად პეკინის კიდევ ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩას უნდა ვეწვიო, სადაც ასევე დავაგემოვნებ ბევრ გემრიელობას. ამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ. ასე რომ გამომიწერეთ თუ ჯერ კიდევ არ მომყვები და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.